გიზიარებთ უგემრიელესი კრემის რეცეპტს. ფქვილი და შაქარი ერთმანეთში კარგად აურიოთ. გავხსნათ ადუღებულ და გაგრილებულ რძეში, დაუმატოთ კვერცხი, ვანილი და დავდგათ დაბალ ცეცხლზე მოსახარშად. მივიყვანოთ ადუღებამდე მუდმივი მორევით. ადუღებიდან 5 წუთში გადმოვდგათ და მოვათავსოთ თქვენთვის შესაფერის ჭურჭელში გასაგრილებლად. გადავაკრათ საკვები პარკი. ეს არის ჩისტოს ბრენდი. აქვს თავისი საჭრელი, რაც ძალიან დიდ კომფორტს ქმნის კერძის ან დესერტის მომზადების პროცესში. დავტოვოთ ასეთ მდგომარეობაში გაგრილებამდე, მაცივარში არ ვაგრილებთ. მიქსერის ჯამში მოვათავსოთ ოთახის ტემპერატურის კარაქი და კარგად გავთქვიფოთ. თქვეფის დროს ეტაპობრივად დავუმატოთ მოხარშული კრემი და ბოლოს მოუხარშავი შესქელებული რძე. გამოგვივიდა ძალიან კარგი ჰაეროვანი კრემი. კრემი შევდგათ მაცივარში 40 წუთით. სანამ კრემი იქნება მაცივარში, გადავწმინდავ მაგიდის ზედაპირს, ჩისტოს უნივერსალური ერთჯერადი ხელსაწმენდით. ჩვენი მომზადებული კრემი შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ტორტებში, ასევე სხვადასხვა ნამცხრებში. გაითვალისწინეთ, მე მოვამზადე 2 პორცია ერთდროულად. აღწერაში იქნება მხოლოდ 1 პორციის ინგრედიენტების ჩამონათვალი.